მეორე ნაწილი ეხება საზღვრების კონტროლს და დაცულობას. ეს ნაწილი ეხება ემოციებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და გარე სამყაროსთან ურთიერთობას მართავენ. პირველი, ეს არის შფოთვა. შფოთვა გიჩვენებს, რომ ცდილობ გააკონტროლო ის, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია. შფოთვა არის შენს თავში ჩართული პატარა წითელი სიგნალიზაცია, რომლებიც დაუსრულებლად გაფრთხილებენ. ვაიმე ხვალ რომ წვიმა მოვიდეს და ყველაფერი გაფუჭდეს, უიმე რამე ცუდი რომ მოხდეს, ის წინასწარ დარდობს იმაზე, რაც ჯერ საერთოდ არ არსებობს. ეს გრძნობა გვახსენებს, რომ ჩვენ სამყაროს მართველები არ ვართ და ამინდს ან მომავალს ვერ შევცვლით. ეს უბრალოდ გვთხოვს ვისწავლოთ, ღრმა ჩავისუნთქოთ და დაუბრუნდეთ აქ, სადაც ახლა უსაფრთხოდ ვართ. ანუ ვისწავლოთ აქ და ახლა მდგომარეობა. შემდეგი, ეს არის გადამეტებული ფიქრი, ეგრეთ წოდებული overthinking. გადამეტებული ფიქრი გიჩვენებს, რომ გეშინია კონტროლის დაკარგვის. ეს არის, როცა შენი ტვინი დაუსრულებლად დარბის წრეზე, როგორც პატარა ზაზუნა ბორბალში და ერთი და იმავე წინადადებაზე 1000-ჯერ ფიქრობს. ჩვენი გონება ფიქრობს, რომ თუ ყველაფერს მილიონჯერ გავაანალიზებთ, საფრთხეს ავირიდებთ, მაგრამ ცხოვრებაში ყველა სცენარს ვერ გათვლი. გადამეტებული ფიქრი გეუბნება, გააჩერე ეს რბოლა, ჩამოდი საკუთარ სხეულში, ამ სხეულით ირბინე, ამ სხეულით იღტუნავე, იგრძენი ცხოვრება და ენდე დინებას. ანუ ენდე ცხოვრებას. შემდეგი არის მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა გიჩვენებს, რისი დაკარგვის გეშინია. წარმოიდგინე, რომ შენი საყვარელი სათამაშო დათუნია ხელიდან არასდროს გაგაქვს და გგონია, რომ მის გარეშე საერთოდ ვერ დაიძინებ და ვერ გაიღიმებ. უფროსებში შეიძლება იყოს ვინმე კონკრეტული ადამიანი, სტატუსი ან რაიმე ნივთი. მიჯაჭვულობა გვაფრთხილებს, რომ ჩვენს შიგნით პატარა შიშები ბუდობენ. შიშები იმისა, რომ მარტო ჩვენით არ ვართ მთლიანები. იმის მიუხედავად, რომ მარტო და მთლიანი დავიბადეთ. ის გვახსენებს, რომ რეალური ძალა და სიხარული ჩვენს გულშია და არა ჩვენს გარეთ არსებულ საგნებში, ადამიანებში ან ნივთებში. შემდეგი არის ბრაზი. ბრაზი გვიჩვენებს, სად დაირღვა შენი საზღვრები. ბრაზი არის შენი შინაგანი ერთგული ძაღლივით, რომელიც ხმამაღლა ყებს, როცა შენს ეზოში დაუკითხავად უცხო შემოვიდა, ან ვინმემ სათამაშო წაგართვა. ბრაზი ცუდი არ არის. ის ძალიან საჭირო ემოციაა, რადგან შენს პიროვნებას იცავს. თავარია, ამ ბრაზი ცხვები კი არ დაგბინო და სახლი კი არ დაანგრიო, არამედ მშვიდად მყარად და ხმამაღლა თქვა. გთხოვ, გაჩერდი. ეს ჩემი საზღვარია და ასე მოქცევა აქ არ შეიძლება. შემდეგი არის დაუცველობის შეგრძნება. დაუცველობის შეგრძნება გვიჩვენებს, რომ სხვებისგან აღიარების ძიების ნაცვლად საკუთარი თავის ნდობა უნდა ავაშენოთ. წარმოვიდგინოთ, რომ დიდ ზღვაში ხარ და გგონია, რომ ნებისმიერი პატარა ტალღა გადაგაყირავებს, რადგან ხელჩასაჭიდი არაფერი გაქვს. ცხოვრებაში ეს არის მომენტი, როდესაც სულ სხვების თვალებში ეძებ რაიმეს დასტურს, რომ კარგი, ჭკვიანი, ლამაზი ხარ. ეს გრძნობა გკარნახობს, რომ დროა წყალში ტივტივს თავი დაანებო. შენს შიგნით მყარი კუნძული იპოვო და საკუთარ თავს უთხრა. ჯერა ჩემი თავის, რაც არ უნდა მოხდეს.